ტატიანა შერვაშიძე ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, სცენოგრაფის, ფილმწერისა და ხელოვნების კრიტიკოსის ალექსანდრე შერვაშიძის შვილთაშვილია. ემიგრაციიდან საქართველოში სპეციალურად სახელოვანი წინაპრის რეტროსპექტიული გამოფენისთვის ჩამოვიდა და თან ჩამოიტანა მისი პირადი ნივთებიც, რომლებიც ახლა პირველად არის წარმოდგენილი საზოგადოებისთვის. 2024 წელს სოხუმში ნახატების გალერეაში გაჩენილმა ხანძარმა ხელოვანი 300-მდე ნამუშევარი გაანადგურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული ეს გამოფენა ოჯახისთვის ალექსანდრე შერვაშიძის ხელოვნების ხელახალ დაბადებას გავს. Я привезла часть архива семейного сюда. მე ოჯახის არქივის ნაწილი ჩამოვიტანე. ძალიან მომეწონა გამოფენა. ეს ისეთი გულისამაჩ უყებელი საკითხია ვიდირე კიდევაც. ტრაგედია, რომელიც 1 წლის წინ სოხუმში დატრიალდა, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ეს ოჯახის წევრის სიკვდილს გავს და დღემდე ძალიან განვიცდი. ბედნიერებაა, როდესაც თბილისში შემონახულია ეს ნამუშევრები. ძალიან რთულია ამ ემოციის გადმოცემა. რთულ კითხვებზე ხალხებს შორის პასუხი ხელოვნებამ სიყვარულით და მშვიდობით უნდა გასცეს. ამის მაგალითი თავად ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრება და შემოქმედებაა. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ძმისშვილი ალექსანდრე შერვაშიძე ემიგრაციაში დაიბადა. ახალგაზრდობაშივე გახდა პეტერბურგის საიმპერატორო ოპერის მთავარი დეკორატორი. პარალელურად ხატავდა ძველი თეატრის კედლებზე. მისი ესკიზების მიხედვით შეკერილი კოსტუმებით გამოდიოდნენ მოდის საღამოებზე. იგი ქმნიდა ილუსტრაციებს ზღაპრებისა და სიმღერებისთვის, მუშაობდა წიგნების დიზაინზე. მას ეკუთვნის დაზგური ნამუშევრებიც, პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები. მხატვრის წერილები ფრანგულ ხელოვნებაზე დღესაც აქტუალურად ითვლება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაციის ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში მისი 270 ნამუშევარი გამოიფინა. გარდა ხელოვნებისა და გარდა იმისა, რომ მან შექმნა ეპოქა, მან დაწერა ისტორია, რაც აისახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შორის ხიდის აგებაში და საზოგადოებების ერთმანეთთან დაკავშირებაში, რაც ჩანს თავის ნამუშევარში, ის დიდი ტოლერანტული სული, რაც იკვეთება თითქმის ყველა მის ნამუშევარში. და მე მოვუწოდებ ყველას, რომ ამ თვის ბოლომდე იქნება გამოფენა და აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს ეს შემოქმედება. ჩვენ მივიჩნიოთ მიზანშეწონილად ეს შესანიშნავი დღე მიგვეძღვნა მთლიანად ალექსანდრე შერვაშიძის სახელის უკვდავსაყოფად. ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტი წარმომადგენელი ასე მოიხსენიებდა სალვადორ დალი ალექსანდრე შერვაშიძეს. პაბლო პიკასოსა და ჟორჟ ბრაკის მეგობარი არასოდეს ივიწყებდა სამშობლოს. 1918 წელს ემიგრაციიდან დაბრუნებული ალექსანდრე შერვაშიძე სოხუმში არტისტულ საზოგადოებაში ჩაერთო. ის ხელმძღვანელობდა ხატვისწრეს, ასწავლიდა თეატრალურ ხელოვნებას და აწყობდა წარმოდგენებს თავის მოწაფეებთან ერთად. მისი ინიციატივით სოხუმის ქალთა გიმნაზიაში გაიხსნა საბავშვო სტუდია. ხელმძღვანელობდა ხატვისწრეს, კითხულობდა ლექციებს ხელოვნების შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში. ძალიან დიდი მხატვარი არის და სამწუხაროდ უცნობი ქართული საზოგადოებისთვის. ეს გამოფენა პირველი ნაბიჯი არის, რომ ვაჩვენოთ მისი მრავალმხრივობა და მრავალფეროვნება, მისი ადგილი ქართულ ხელოვნებაში. გამოფენილია ის ნამუშევრები, რომლებზეც ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრები არის. გაკეთდა აგრეთვე რა თქმა უნდა იდენტიფიკაცია იმ სპექტაკლების, რომლისთვისაც არის ეს ნამუშევრები შექმნილი. ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ნაბიჯი არის აფხაზეთისკენ, აფხაზეთის მოსახლეობისკენ. სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე შერვაშიძე მონაკოს პანსიონატში გაატარა. მიუხედავად სიდუხჭირისა, მან ანდერძით მთელი თავისი შემოქმედება სამშობლოში გამოაგზავნა და უარი განაცხადა საფასურის მიღებაზე. 1958 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა მისგან საჩუქრად მიიღო პირადი არქივი და 500-მდე ნამუშევარი. ეს ამანათი ჩემი ხელით შევკარი, წერდა ის წერილში. ალექსანდრე შერვაშიძე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა მონტე-კარლოში და დაკრძალეს ნიცაში. 1985 წელს მისი ნეშტი საქართველოში სოხუმში გადმოასვენეს. მისი ბიოგრაფია ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს და შესასწავლია. 2024 წელს, როდესაც სოხუმის სურათების გალერეაში დაიწყო ალექსანდრე შერვაშიძის ნახატები, იმდენად იმოქმედა ამას, სწორედ იქიდან წამოვიდა იდეა, რომ რამე გაგვიკეთებინა. პირველ რიგში გვინდოდა გაგვიკეთებინა ალბომი მისი ნახატების. თვითონ
მუზეუმმა გამოთქვა სურვილი, რომ არა მარტო ნახატების ალბომი გაგვეკეთებინა, არამედ მისი ბიოგრაფიაც შეგვესწავლოთ. რა მარტო ნახატების ალბომი შეიქმნა, უკვე შეიქმნა წიგნი ალბომი, სადაც მის ბიოგრაფიაზეც იყო საუბარი მოთხრობილი და ასევე, რა თქმა უნდა, შევიდა ამ ალბომში მისი ნამუშევრებიც. ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედებას საქართველოს ეროვნული მუზეუმი 15 ივნისამდე უმასპინძლებს, ხოლო წლის ბოლომდე მისი ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმებშიც გამოიფინება.